მართლა დავიმსახურეთ მინიმუმ ერთი ქულა მაინც. მაგრამ რა ვქნათ, ახლა რაც თავარია პროგრესი არის იმ თამაშიდან თამაშამდე და ალბათ ეს იღბალიც ამასთან ერთად უნდა მოვიდეს, იმიტომ რომ პირველ ტაიმში 2-3 მომენტი ისეთი მომენტი შევქმენი, რომელიც უნდა გაგვეტანა და რა თქმა უნდა ჩვენ უნდა გავიტანოთ გოლი, ახლა უიღბლობას მარტო ვერ დავაბრალებ, მაგრამ აი არ შევიდა გოლი და პირველ ტაიმში რომ გაგვეტანა გოლი სულიად სხვა თამაში იქნება. მეორე ტაიმში ისეთი გოლი გავუშვით ისევ რომ აი ერთმანეთს მოხვდა ბურთი და შევარდა კარშიც არ დაუჭირათ. ძალიან სამწუხაროა და ყველა ძალიან იწყინა და მაგრამ რაც ფეხბურთი ვანახეთ ამ თვალსაზრისით მე ძალიან კმაყოფილი ვარ რა ხარისხის ვანახეთ დღევანდელ თამაშის რიტმი ბურთი დავიჭირე ძალიან კარგად მომენტები შევქმნით და ალბათ ეს იმეც მაძლევს შემდეგი თამაში. მე ვფიქრობ დღეს ბევრად ვაჯობთ ირლანდიის ნაკრებს დუბლინში ქონდა თამაში გასვლაზე და ჩვენ უპირატესობას ვფლობდით მომენტები ქონდა ძელს გავარტყის ანაზეოთ ყოველი ძალიან ბევრი მომენტი ქონდა არ გავიდა ბურთი და მე ვფიქრობ დღეს იღბალი დაგავდა ნამდვილად და ყველანაირ უპირატესობას ვფლობდით უნდა მინიმუმ ამ და წაგვეგო ეს თამაში და მე ვფიქრობ ჩვენ უფრო ვისახავთ მოგებას ირლანდიის ნაკრები. რა თქმა უნდა შემდეგი თამაში უკვე უნდა დავიწყოთ ეს თამაში და უნდა მომზადოთ შემდეგი თამაშისთვის. რა თქმა უნდა უელსი ძალიან მაღალი დონის გუნდია და ჩვენ ისევ როგორც დღეს თუ ერთ გუნდად ვიქნებით და შეკრული ვიქნებით და ყველა ერთად ვიქნებით მინდორზე აუცილებლად დადებით შედეგს მივახცეთ მე დარწმუნებული ვარ ამაში.